ცდილობს პრემიერი ტყუილებით რომ დააჯეროს ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად ემხრობა ქართულ ოცნებას, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან არის გაკეთებული ამ დღეებში, ან წინა პერიოდში, ყველა ეს განცხადება ერთ და მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, ეს არის ის, რომ ევროპული გზა საქართველოსი არის დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ და პირველ რიგში ქართული ოცნება, რომელსაც გააჩნია ეს ბერკეტები, დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. აი ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ არ შეჩერდეს და არ შეჯერდეს დიდი ხნით საქართველოს გზა ევროპისკენ. ჩეხეთში სენატის წინაშე წარვადგინე ასევე ჩვენი საკითხი, დღევანდელი მდგომარეობა, აქაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნა გამოხატული, თქვენ თვითონ ნახეთ ფეხზე დამდგარი სენატორები, რომლებიც ფეხზე დადგომით მიესალმენ 9 აპრილის მსხვერპლის ხსოვნას და ყველა იმ ადამიანის, ყველა იმ მებრძოლესი, რომელიც დაიღუპა სწორედ რუსეთთან საბჭოთა ძალასთან ბრძოლაში და იმათ არ ეშლებათ ვინ იყო როდიონოვი, რას წარმოადგენდა და ძალიან კარგად იციან ფასი იმ ადამიანების, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული სასტიკ ჯარების წინააღმდეგ. და ის, რომ ჩვენთან ვიღაცას ეს ეშლება და შეუძლია ენა უბრუნდება და შეუძლია რომ შეადაროს როდონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდებთან, ეს ჩემთვის პირადად არის წარმოუდგენელი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის წარმოუდგენელი.